დღეს შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება ადასტურებს, რომ ლევან მაჭავარიანის მიერ გუშინ გახმოვანებული ეს იდეა არ იყოს შემთხვევითი და ქართული ოცნება მართლაც აპირებს მიიღოს ცვლილებები კანონში, რომლის მიხედვითაც ის აპირებს დასაჯოს ყველა, ვინც არ აღიარებს ქართული ოცნების ხელისუფლებას, კონსტიტუციურ ორგანოებს და ისინი დასაჯოს ან სისხლის სამართლებრივი კოდექსით, ან ადმინისტრაციული ჯარიმით, ან საერთოდ აკრძალოს, გამომდინარე იქიდან, რომ ქართულ ოცნებას მაგალითად მოჰყავს გერმანიაში 2025 წელს ულტრამემარჯვენე მოძრაობის აკრძალვის მაგალითი და ამბობს, რომ იგივე სცენარი მეორდება საქართველოში, სადაც ადამიანები არ აღიარებენ ქართულ ოცნებას და ქმნიან ალტერნატიულ სახელმწიფოს. Აი ამ კონტექსტში შალვა პაპუაშვილი ახსენებს სალომე ზურაბიშვილს, რომელზეც ამბობს, რომ ის ცდილობს იყოს დღესაც პრეზიდენტი, ალტერნატიული ინსტიტუტის შექმნაში მონაწილეობს და არ არის გამორიცხული ხელისუფლების გეგმის მთავარი სამიზნე ამ შემთხვევაში იყოს მეხუთე პრეზიდენტი. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც ალტერნატიულ სახელმწიფოს ქმნის ქვეყანაში. თუმცა, ბუნებრივია ჩვენი კითხვები შეეხება აქტივისტებს, რომლებიც არ აღიარებენ ქართული ოცნების წარმომადგენლებს ლეგიტიმურ ხელისუფლებად, თუ ვინ შეიძლება იყოს ქართული ოცნების ამ გეგმის მთავარი სამიზნე. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ აქ არ არის საუბარი აქტივისტებზე, არამედ იმ ადამიანებზე, ვინც ავრცელებს ასეთ იდეოლოგიას და აქტივისტებს მოუწოდებს, რომ ქართული ოცნება არ აღიარონ. ბუნებრივია აქ ჩნდება კითხვა, რატომ გადაწყვიტა ხელისუფლება მათი დასჯა, არის თუ არა მათი წუხილის მთავარი საგანი ის, რომ ამ დრომდე საზოგადოების ნაწილში მათ ვერ მოიპოვეს ლეგიტიმაცია, თუმცა პაპუაშვილი ამბობს, რომ აქ არა პარტიის ლეგიტიმაციაზეა საუბარი, არამედ სახელმწიფოს არაღიარებაზე და ადანაშაულებს პროტესტში ჩართულ მოქალაქეებს იმაში, რომ ისინი არა ქართულ ოცნებას არ აღიარებენ, არამედ სახელმწიფოს გაუქმებას, სახელმწიფოს ხედავენ გაუქმებულად. ჩვენ გვაქვს ამ მხრივ მაგალითი გერმანიის შემთხვევაში, სადაც ერთ-ერთი ფაქტობრივად იდენტური სიტუაციაში. არ აღიარებენ კონსტიტუციურ ორგანოებს, საქართველოშიც არ აღიარებენ კონსტიტუციურ ორგანოებს. ქმნიან პარალელურ სტრუქტურებს და იქ ადამიანი ამომდა ის იყო მეფე გერმანიის. ჩვენ გვყავს აქ ერთი ქალბატონი, რომელიც ამობს რომ არის პრეზიდენტი საქართველოსი, პრეზიდენტის სტანდარტი უდგას ხოლმე. მასთან კარგია რომ ბოლო პერიოდში ელჩები მას აღარ ხვდებიან, თუმცა ჩვენ გვახსოვს კადრები, სადაც მასთან მიდიოდნენ ელჩები. შესაბამისად ჩვენს ექსტრემისტულ გამოვლინებებს, რომელიც მიმართულია კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ, კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ, ამას რა თქმა უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ შეიძლება ამის მოწესრიგება. ჩვენ რა თქმა უნდა პერფორმანსებს ექსცესებებს არ ეხება. ეს ეხება გააზრებულ პოლიტიკას, რომლის მიზანი არის, რომ საზოგადოების ნაწილი ან მათი მომხრეების ნაწილი ან მომხრეები დაარწმუნონ იმაში, რომ სახელმწიფო არ არსებობს, სახელმწიფო გაუქმებულია, არ არსებობს კონსტიტუციური ორგანოები, ეს იდეოლოგია ჩაუნერგონ, ისე როგორც გერმანიაში ურეგავდნენ ამ იდეოლოგიას, ჩაუნერგონ იდეოლოგია, რომ კონსტიტუციური ორგანოები არ არსებობს, პრეზიდენტი არ არსებობს, პარლამენტი არ არსებობს, კანონები არ არსებობს, აქ არის საუბარი ხელისუფლების ლეგიტიმაცია, აქ საუბარი არის სახელმწიფოს აღიარება. ჩვენი სამიზნე არის ჩვენ კონსტიტუციური წყობის დაცვა და დემოკრატიის დაცვა. ეს არის მთავარი სამიზნე. შესაბამისად, ვინც არ ღვევს ამ პრინციპებს, ის სწორედ იმას მიემართება ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც ემსახურება კონსტიტუციური წყობის დაცვას. ხადოცითი დემოკრატიის პრინციპს ეფუძნება ეს მიდგომები. ვნახოთ ჩვენ ამაზე ვსჯელოთ. როგორც თავად ამბობდა, ქართულ ოცნებაში მიმდინარეობს ამაზე მსჯელობა და რასახეს მიიღებს კანონპროექტი თუ ცვლილება კანონში. ეს ჯერჯერობით არის უცნობი, თუმცა ცნობილია, რომ ხელისუფლებას აქვს ასეთი გეგმა, ვინც არ აღიარებს ქართული ოცნების ხელისუფლებას და კონსტიტუციურ ორგანოებს, ისინი დასაჯოს კანონის ძალით. დღეს შალვა პაპუაშვილი პირველად გამოჩნდა მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში გასული დღეების განმავლობაში გაიხსენეს ის შეხვედრები, რომელიც გაიმართა წლების წინ არასამთავრობო ორგანიზაციებში, სადაც მესამე სექტორის წარმომადგენლებთან ერთად იყო შალვა პაპუაშვილი, როგორც ასევე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი და ბუნებრივია მას ვკითხეთ, როგორ უპასუხებს ის დღეს, როგორ გამოეხმაურება ის ამ ფოტოებს, რადგან დღეს ხელისუფლება აპირებს კანონის ძალით ასეთი რამ დაამკვიდროს, რომ უცხო ქვეყნის დაფინანსება და ამ დაფინანსებით ქართულ პოლიტიკურ საკითხებზე მუშაობა აპრიორი ნიშნავს
ნიშნავს უცხო ქვეყნის ჩარევას ქართულ პოლიტიკაში და ამ ლოგიკით შალვა პაპუაშვილი მაშინ, როცა ის მესამე სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მუშაობდა, ის უცხო ქვეყნის, ამ შემთხვევაში გერმანიის დაფინანსებით მუშაობდა ქართულ პოლიტიკურ საკითხებზე და ეს ეხებოდა კონსტიტუციურ რეფორმას. ეს დღეს აღიარა თავადაც პარლამენტის თავმჯდომარემ, თქვა რომ ის ვახუშტი მენაბდესთან, ნინო ომჯარიასთან ერთად მსჯელობდა კონსტიტუციურ რეფორმაზე, იყო გერმანიის სამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი და დღევანდელი კანონი მაშინ რომ მოქმედებდეს, შალვა პაპუაშვილი ჩაითვლებოდა რომ ერევა ქართულ პოლიტიკაში. თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე ცდილობს თავის მართლებას, ამბობს რომ მაშინ დასავლეთს ჰქონდა კეთილი მიზნები ქართულ პოლიტიკაში და დღეს ასეთი მიზნები არ არსებობს. ფაქტები რომ გავასწოროთ, იმიტომ ეს თქვენ ფოტოვიზუალური ჟონგლიორობაც გამოიკვეს, რომ კიდევ ერთხელ არც პრემიერ-მინისტრი და არც მე არ ყოფილა დასაქმებული არასამთავრობო ორგანიზაციაში. პრემიერ-მინისტრი იყო საერთაშორისო ორგანიზაციაში, მე ვიყავი სამთავრობო ორგანიზაციაში. თქვენ იმდენ ფოტოს ნახავთ და იმდენი პროცესი იყო, რომ ხა რომელი კონკრეტულად რა იყო, რა უნდა გავიხსენოთ. ხო, სხვათა შორის არა, ლესინგი, მაგრამ იქ იეწერა პრინციპში. გახლავთ ამერიკელი ერთ-ერთი პროფესორი და მისი კონსტიტუციური რეფორმა იქნა. კი ბატონო, კონსტიტუციური რეფორმა იყო, ახლა ეს იგი იყო ჩამოსული, ხო, სავარაუდოდ. კი ბატონო. მე ვიყავი მათ შორის ხო ამ ჩოს. კი ბატონო, და რა. ეს არის უცხო ქვეყნის მავნე გავლენა და ჩარევა. ჩვენ უყურეთ კიდევ ერთხელ. თქვენ მაშინ დღევანდელი კანონს. ხო, მასე უყურეთ სააკაშოს სულ არ ჭირდებოდა NGO-შნიკობა, რომ უცხო ქვეყნის ინტერესები გაეტარებინა. გახარია სულ არ ჭირდება NGO-შნიკობა, რომ უცხო ქვეყნის ინტერესები გაატაროს. ქართულმა სახელმწიფომ არათუ მაგიდა, არათუ კარი გაუღო უცხოელ პარტნიორებს, ქვეყნებს, სახელმწიფოებს, გული და სული გაუღო. რომ ჩვენ ქვეყნის მოწყობის დროს ჩვენ ისინი თანამონაწილე გავხადეთ ჩვენი სახელმწიფოს მოწყობისა, რომ ელჩების დონეზე იყო ჩართულობა შიდა საკანონმდებლო პროცესში. ასე იყო. არათუ მე ყოფილა იქიდან, მე აქედანაც ჩართული ვიყავი. პარლამენტის ამ დონეზე გაუღეთ კარი, ამ დონეზე ვაჩვენეთ მეგობრობა, ამ დონეზე ვაჩვენეთ როგორ გვესმის ჩვენ პარტნიორობა. მაგრამ ვიღაცეებმა ეს გაიგეს როგორც დაქვემდებარება და მორჩილება. და აღმოჩნდა რომ ეს ჩვენი გულღიაობა, ის რომ ჩვენ შემოუშვით ჩვენს ოჯახში და სიტყვა ვათქმევინეთ, დაიწყეს და ჩვენი ოჯახის წევრებიდანვე, ასე რომ შევადაროთ, ანუ ქართული ორგანიზაციებით გამოყენება იარაღად ჩვენივე ქვეყნის წინააღმდეგ. ბოდიში მოგითხოვია ყველასთან, მაგრამ ჩვენი დამოუკიდებლობის ბრძოლის 40 წლიანი გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ჩვენ დამოუკიდებლობის დათმობა არ გვინდა არაფრის ფასად არ გვინდა ჩვენ დამოუკიდებლობის დათმობა. ახლა მთავარი კითხვა, თუ კიდევ ვისი დასჯა უნდა ქართულ ოცნებას, რადგან პოლიტიკური პარტიების აკრძალვის გეგმა არსებობს, არასამთავრობო სექტორისა და მოქალაქეების შესახებ რეგულაციები ნელ-ნელა შევა ძალაში, როცა ეს კანონპროექტი დამტკიცდება და ასევე მოსალოდნელია, რომ ამ კანონპროექტში შევა ცვლილებები, რომელიც უკვე დაანონსებულია ფაქტობრივად და ხელისუფლება გეგმავს შეიტანოს ცვლილებები იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც არ აღიარებს ქართული ოცნების ლეგიტიმაციას. ვნახოთ ეს პროცესი როგორც ჩანს დამუშავების ეტაპზეა და მომდევნო დღეებში კანონის დამტკიცებამდე ყოველ შემთხვევაში ჩვენ გვეცოდინება რა ტიპის ცვლილება შევა გრანტების შესახებ კანონში.